ვეუბნები მე შიგნით და გარეთ ყველას რომ ახორციელებთ საპატრიარქოს პოლიტიზაციას. არაფერი არ ესაქმება პატრიარქებს, მეუფეებს, ეპისკოპოსებს პოლიტიკასთან, გეოპოლიტიკასთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან. არ არჩეულა ჯერ პატრიარქი, უკვე დაიწყეს მისი პოლიტიკოსად ჩამოყალიბება და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ბრალი ამერიკის საელჩოს, რომელსაც არ უნდა ჩაეწერა შეხვედრის გრაფიკში და დელეგაციისთვის უნდა ეთქვა, რომ სახელმწიფო და ეკლესია გაყოფილია ერთმანეთისგან. თუ დემოკრატიის აშენება გვინდა, რელიგია უნდა გადგეს იქით პოლიტიკური პროცესებიდან. ეს მთელი 35 წელი რომ საპატრიარქო და მთავრობა ერთად იყო, ეს ნგრევა მოიტანა. ეს ნგრევა მოიტანა ქვეყნის. ეხლა თუ მეუფეების და სინოდის სურვილია რომ თვითონ იყვნენ კარგად და მე ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო, ეს შესრულდა უკვე 55 წელიწადში. ამის გაგრძელებას აღარ შეიძლება რომ ვინმე შეეგუოს და ეს შეიძლება დაუშვათ. ხო და ეს დელეგაცია იქაც მივიდა საპატრიარქოში და რა ვიცი, რაზე ელაპარაკებდნენ პატრიარქს. ჩემთვის ცნობილი არ არის. ხო, აი ტექსტი არის ძალიან აი ესეთი, აი რო არ მოგეწონება რა კაც, არ მოგეწონება. პირველ რიგში აღნიშნავთ იმას, რომ ამერიკა მართლა ჩვენი გეოპოლიტიკური გადამრჩენი და სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ივანიშვილის რეჟიმის გამო შეჩერებულია, ბუნებით პარტნიორად რჩება და ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია მათზე. თუ გარდა ამისა, ეხლა განსხვავება რუსულ იმპერიალიზმსა და ამერიკულ ფაქტორს შორის საცაირო ჩვენ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ამერიკის ხელმძღვანელები, მათი პოლიტიკა, იქ მიტინგიც კი ჩავატაროთ ვაშინგტონში, რაც მე არ ხელ გამიკეთებია. ის კი რა უფრო ბუში იყო ჩამოსული, იმის გამო რომ ვარდების რევოლუციის პროცესში წვლილი შეიტანა, მე მოვუწყეთ 10,000 კაციანი მიტინგი რუსთაველზე ვერ გაიარა. მაგრამ ამას ამერიკელი მეგობრები იგებენ სწორად, იმიტომ რომ ის დემოკრატიული სახელმწიფოა და ერთი ფასეულებების ცივილიზაციები ვართ. აბა ეხლა რუსეთთან გააკეთე იგივე რა დაგემართება, ამიტომ რასაც ხლა მოგახსენებთ, მე მეგობრის გასაგონად ვამბობ, ეს განცხადება არის არასწორი, არაადეკვატური და იწვევს ევჩს, რომ რაღაცა წრეები, რაღაცა ჯგუფები ცდილობენ ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენას, ან გამოძრომას რთული სიტუაციიდან, რომელიც მის მიმართ არის შექმნილი მთელ მსოფლიოში, ჩვენი დაწყებული სასანქციო პროცესების გამო, რომელიც მოედო მთელს ბრიტანეთსა და ევროპას ამერიკიდან და ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეეჩერებს, მაგრამ რაღაცა აი ეგეთი მცდელობა დავინახეთ. აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრს კობახიძეს, ვიცე-პრემიერს ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს რა შტაბ-ჭრილება დარჩებოდათ ამათი გეოპოლიტიკური და ფილოსოფიური ცოდნით, ხო წარმოგიდგენიათ ახლა შეხვდებოდა. ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. ეს ძალიან ისეთია რა, არც იქითა და არც აქეთ. აი რუსები რო ეთქვათ ნივინა ნივა და არც ღვინო არც ხალი ქართული. ხო რა, ვის უზიარებ რა კონსტრუქციულ თანამშრომლებაზეა საუბარი, კრიმინალურ რეჟიმთან აქვს საქმე, პუტინის ფილიალთან და ამერიკა-კავშირის საქმე, რომელიც არის ორგანული მტერი ამერიკის, ევროპის და პირველ რიგში ქართული ხალხის და მისი მომავლის. რა კონსტრუქციული ტექსტებია? ჩემთვის სულად გაუგებარია. მხარემა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხმდრის სფეროები, მათ შორის ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთოერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ეს ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც ორივე ერთს განსაზღვრავს, ეს თანხმდრა ქმნის პარს აფუძნოს უპროღება პარტნიორობის წინსვლისათვის. ესაც გაუგებარია. კრიმინალს ახლა როგორ უნდა ელაპარაკო ძმაკაცობაზე, დანდობაზე, ურთიერთობაზე, რომელსაც ჩადრენილია დანაშაული მოკლა კაცი, მოკლა შენი ოჯახის წევრი, შენი სისხლი და ხორცი და მე მასთან აკეთებ კონსტრუქციული თანამშრომლობის დიალოგს. და მას საქართველოს მოკლა. საქართველოს არავის არ აქვს უფლება მას ქართული ხალხის სახელით რაღაცა კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზოს. არავის. აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს
საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისათვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების და ენერგეტიკის სფეროების თანამშრომლობის გაღრმავება. ეს ძალიან კარგია, მაშინ როცა რეჟიმი არ იქნება. რუსული რეჟიმი არ იქნება აქ და აი ამ თელ სიკეთეს არ წაიღებს საქართველოს ბიუჯეტი თავის ჯიბეში და თავის ოფშორულ ანგარიშებში. როცა რეჟიმის არსებობა დამთავრდება. შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობა ესეთი პარტნიორობისათვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად ამოქმედებს ორმხრივ ურთიერთობის პოტენციალს. უნდა დაწერონ რას ელის. მაშინ უნდა თქვა, რომ ჩვენ ველით ახალ დემოკრატიულ სამართლიან არჩევნებს, სხვა შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი იქნება სანქცირებული ფინანსურად, დიპლომატიურად და საერთაშორისო ტრიბუნალზე გადაცემული. აი ეს უნდა ქართულ ხალხს. სხვა ეს ლაილაი რა არის რა. აშშ-ის დელეგაციამ სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ეს რა გრადაცია, რომელია ძირითადი ოპოზიციური პარტია? მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისათვის ნაცმოძრაობა ერთმანეთს ჭამს. ციხეშიც ვეღარ იტანენ ერთმანეთს გვერდ-გვერდ საქმეში. რა თავარ ძალებზე მელაპარაკებია. კოალიცია ცვლილებებისათვის გვარამია იმის რა ქვია ბაღლინჯოს არარსებული პარტია ყოფილა ის რა ქვია თავარი და კიდევ გახარიას პარტია რუსეთის სარეზერვო აგენტის პარტია ყოფილა თავარი. რა ეს რა წავიკითხე. დელეგაცია მოისმინა შეშფოთება ოფიციალური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 24 წლის ოქტომბრის შემდეგ მათ შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და ასეული პოლიტიკური გადამოშ შესახებ. დელეგაციას ეს კრება მოისმინა, უნდა ეთქვა, რომ როგორც კი პარტიებს აკრძალავთ, არ აქცდებათ რისხვა და მთელი თქვენი ქონება დავანებული დასავლეთის ბანკებში იქნება ჩამორთმეული და გადაცემული ქართულ ხალხზე. რა არის რა იმპოტენტური განცხადებაა. გაუბედურება ეს. თქვენ ხედავთ ალბათ მეგობრებო, რომ ჩემმა ვერ ჩასვამ ვაშინგტონში ამ ფინანსური სიღატაკის გამო რა შეგნებულად მოგვაქცია რუსმა ოლიგარქმა, გარკვეული შედეგები გამოიწვია ის მეგობარი აქტის გაჩერებაც ერთი წლის უკან, შემდგომ ეს რაღაცა კონსტრუქციული მისვლა-მოსვლები დელეგაციებს შორის, ეს ტრამპ ტაუერის მშენებლობა ტრამპის კორუმპირებული შვილების კომპანიის მიერ იპოდრომზე თბილისის, ეს ძალიან არასახარბიელო ნიშნებია, რო არ დაგიმალოთ, მართალია ჩვენი ჯგუფი საქართველოს მეგობრებისა, კოენი, ილსონი, უიკერი და სხვაები, ბევრი კონგრესი, სენატში ბოლომდე იბრძვის და ბოლომდე იდგება და აუცილებლად შედეგს დააყენებენ. დარწმუნებული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემები არის. და ეს პრობლემები ბევრწილად გამოწვეული იმით, რომ მე უშუალო კონტაქტზე ვეღარ ვარ, უშუალო კონტაქტს პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში არაფერი არ ცვლის. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ვიზიტი აუცილებელია და მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ვაშინგტონში ვიზიტისათვის მაქსიმალურად რაც შეგიძლიათ გაიღეთ და დაგვეხმარეთ. დაგვეხმარეთ ჩაგვირით იმ ანგარიშზე, რომელზეც არაერთხელ ქონია საუბარი და მილიონჯერ დამიწერია აი ამ გადაცემაში. რაც შეგიძლიათ. ეს პირდაპირ უკავშირდება საქართველოს გადარჩენას და ხვალინდელ დღეს. პირადად ჩემი ჩასვლა შეერთებული შტატების დედაქალაქში და იქ ჩვენი მეგობრობის მონახულება და კიდე ისეთ წრეებთან ურთიერთობა, რომლებიც წვეტავენ გეოპოლიტიკას და საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებს, არის გარდაულად აუცილებელი. მე ვეცდები ახლა კიდევ რა ვიცი, ქვასწვენი გამოვადინო და რაღაცა ვიბრძოლო, რომ დაფინანსება მოიპოვო ამ ვიზიტისთვის, მაგრამ თქვენი იმედიც მაქვს განსაკუთრებულად, რომ ამას მივუდგებით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და ჩარიცხავთ რაც შეგიძლიათ, აი გამოაცხადოთ გადარჩენის სეზონი საქართველოს იმისათვის, რომ ეს ვიზიტი იქ შედგეს და ამან მოგცეს კონკრეტული იმ შედეგების დაგვირგვინება, რომელიც დავაყენეთ ჩვენ აქამდე აგერ. ივანიშვილი სანქცირებულია, მეგობარი აქტი უკვე პრაქტიკულად სენატის დონეზე გაჩერებული, არა მოხსნილი დღესასრიგიდან და აი ეს რაც ახლა დღეს ჩვენ მოვისმინეთ, აი ეს დელეგაციები რო დარბიან ეს ჩინოვნიკები, ამერიკელი და რაღაცა გაუგებარ ფრაზებს წერენ, ეს ყურადღება მისაქცევია. იმიტომ რომ აი პატარა
პატარა რაღაცა ჩამოგორებული თოვლიდან იწყება მეწყერი და ზვავი და ამიტომ აქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე და დროზე ჩაიკეტოს ეს მცდელობები, რომლებიც უკავშირდება ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენას და იმის შეგუებას, რომ საქართველოს იმსახურებს მონობას არ არის ხალხი დემოკრატიისათვის მზად და რა ვქნათ ახლა აგერ ალიევის დიქტატორია, მაგრამ პარტნიორობდა აგერ საუდის არაბეთის პრინცის და ემირატების ის პრეზიდენტის დიქტატორებია, მაგრამ ოლიგარქებია, მაგრამ პარტნიორობდა, მოდი საქართველოს გავიყვანოთ ამ რანგში. აი ამ დონეზე მიდის მუშაობა ახლა. ამ დონეზე და ცუდი სტადიაა და აუცილებელია ამ სქემის მონგრევა თვითონ შიგნით ვაშინგტონში და ჩემი ვიზიტი და ამიტომ ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და გავიღოთ ის ქვეყნისათვის აუცილებელი, რაც აი ამ ვიზიტს სჭირდება კონკრეტულად.